საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თეთნულდის სათხილამურო ტრასის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პროექტის განხილვაში სამინისტროების, სააგენტოების და კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამინისტროს ცნობით სათხილამურო ტრასის მშენებლობის პროექტი უკვე დეტალურადაა გაწერილი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი 2014 წლისათვის იგეგმება. Ფილავთ თეთნულდის სათხილამურო სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით პროექტს, რომლის ძირითადი დანიშნულებაც არის უკვე ტენდერის გამოცხადების წინაპირობა სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით და სხვა ტექნიკური საკითხები, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადრე გაზაფხულზე დავიწყოთ ამ პროექტის მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები. ჩვენი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელდა ძალიან დეტალური ღრმა კვლევა თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტის, რომელიც უკავშირდება მთელ რიგ მიმართულებებს. ეს არ გახლავთ გარემოსდაცვითი მიმართულება, გეოტექტონიკური და გეოდინამიკური, ეს არის ლანდშაფტური კვლევა, ეს არის ჰიდროგეოლოგიური კვლევა, ეს არის ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების კვლევა და ამის საფუძველზე უკვე დეტალურად დაპროექტდა კომპანია პომაგარსკის მიერ ფრანგულ სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის ერთობლივი კონტრაქტის ფარგლებში გადმოცემული საბაგიროების მშენებლობის უზრუნველყოფას.